ჩვენ შესაძლოა ამას ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ გარს სამგანზომილებიანი სამყარო გვაკრავს. სამგანზომილებიანი საბეჭდი მანქანა ჩვენი მოხმარებისა და წარმოების მეთოდებს სრულად ცვლის, რითაც ზოგავს დროს, ენერგიასა და ფულს. და ერთ-ერთი ასეთი გლობალური დონის გიგანტი ევროპაში, კერძოდ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დგას. გაიცანით, ცენტრალური ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია გადაცემაში დამზადებულია ევროპაში. ეს ახალი გადაცემა ევროპის წარმატების ამბებს აშუქებს. ეს ინსტრუმენტი ხელოვნების ნიმუშია. იგი მონაცემებს პროდუქტად გარდაქმნის. ეს დანადგარი შენ ჭკუაზე მუშაობს. და ეს ყველაფერი ხდება აქ, პრაღაში. სამგანზომილებიანი ბეჭდის მსოფლიო დედაქალაქში. გაიცანით იოზეფ პრუშა. ეს დანადგარი არის Core 1L. ჩვენი კარგად გამოცდილი პრინტერის Core 1-ის ყველაზე დიდი ძმა, რომელიც დამატებითი ფუნქციების წყალობით სამგანზომილებიან ფორმატში უფრო მსხვილ პროდუქტს ბეჭდავს. იმ დღეს, როდესაც იოზეფ პრუშამ თავისი ბოლო სიახლე წარუდგინა მედიას, ის უკვე ჩეხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი საუკეთესო გამომგონებელი იყო. მას იმ გადაკეთებულ ძველ ქარხანაში შევხვდით, რომელიც პრუშას კომპანიის ისტორიული ნაწილია. ახლა ჩვენი სამგანზომილებიანი საბეჭდი მანქანის საწარმოში ვიმყოფებით. იგი ყველაზე დიდი პრინტერია მსოფლიოში, რომელიც განუწყვეტლივ ბეჭდავს პროდუქტს. ჩვენ ამ დანადგარის სათადარიგო ნაწილებს ვაწარმოებთ. ამ საწარმოში დაახლოებით 720 პრინტერი დგას და სხვა ასეთი საამქროებიც გვაქვს. დღეში თითქმის 1 ტონა მასალას ვამუშავებთ. ეს მეწარმე ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი იყო 16 წლის წინ, როდესაც სამგანზომილებიანი ბეჭდვის სამყარო აღმოაჩინა. მუსიკით ვიყავი გატაცებული. ხშირად ვმართავდი კონცერტებს და ბევრი ღილაკი და ხმის გამაძლიერებელი მჭირდებოდა. ვეძებდი გზებს, რომ ეს ყველაფერი თავად გამეკეთებინა. ამ დროს გაერთიანებულ სამეფოში ქალაქ ბათის უნივერსიტეტს ჰქონდა სამგანზომილებიანი თვითმბეჭდი პრინტერების პროექტი და გადავწყვიტე თავად გამეკეთებინა ასეთი აპარატი. ძალიან მოკლე დროში ჩემი დიზაინი დე-ფაქტო სტანდარტად იქცა იმ ხალხისთვის, რომელიც ასეთ დანადგარს ქმნიდა. მე ჯერ ისევ ვსწავლობდი. სწავლა მივატოვე და საკუთარი ბიზნესი დავიწყე. 2012 წელს საკუთარი სტარტაპის დაფუძნების შემდეგ იოზეფ პრუშას რეპუტაცია სულ უფრო იზრდებოდა. განსაკუთრებული პოპულარობა დამცავი პირბადე ფარების წარმოებამ და ამ პროდუქტით ჩეხეთის საავადმყოფოების მომარაგებამ მოუტანა კოვიდის პანდემიის დროს. ახლა ეს კომპანია თვეში 10,000 სამგანზომილებიან პრინტერს აწარმოებს და ყველა კონტინენტზე 120 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე. კომპანია 1200 ადამიანს ასაქმებს და წელიწადში 160 მილიონ ევროზე მეტი შემოსავალი აქვს. იოზეფ პრუშა ახლახან ჩეხეთის რესპუბლიკის ღირსების მედლით დააჯილდოვეს დამსახურებისთვის, რომელიც მას ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მიუძღვის. ჩემი мотиваცია ის არის, რომ ტექნოლოგია წინ წავწიო. დანადგარების გამოყენებისა და გაუმჯობესების ახალი გზები ვიპოვო. ეს დანადგარი უბრალოდ ჰობის მიზნითაც შეიძლება შეიძინო და შეიძლება ისეთი კომპანიის განვითარების მომოძრავებელ ძალად აქციო, რომელიც 100,000 ადამიანს ასაქმებს მთელ მსოფლიოში. ეს ხომ საოცარია. კომპანია პრუშა რისერჩის კლიენტებს შორის რამდენიმე ინდუსტრიული გიგანტიცაა, მათ შორის კოსმოსის ათვისების სფეროდან. ჩეხეთის რესპუბლიკაში 4 ქარხანას ამუშავებს და გეგმავს, რომ გახდეს სამგანზომილებიანი პრინტერებისა და ბოჭკოების წამყვანი მეწარმე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც ცოტა ხნის წინ გახსნა საწარმო, რომლის ფართობიც 10,000 კვადრატული მეტრია. იოზეფ პრუშა ჩინეთს კონკურენციას ევროპულ ექსპერტულ ცოდნაზე დაყრდნობით უწევს. ჩვენ ზოგიერთ ისეთ ტექნოლოგიაზეც ვმუშაობთ, რომელიც მეწარმეებს საშუალებას მისცემს, რომ სამგანზომილებიანი პრინტერი გამოიყენონ როგორც წარმოების ძირითადი მეთოდი. ეს გზას გაუხსნის უზარმაზარ საწარმოო პოტენციალს ევროპაში, რათა გარკვეული პროდუქტის წარმოება ისევ ევროპაში დაბრუნდეს და უფრო თვითკმარი გავხდეთ. ეს ტექნოლოგია აქ უნდა დამზადდეს ხელმისაწვდომ ფასად. ეს ინდუსტრიის სტრატეგიული დარგია. ამ ტექნოლოგიამ ხელი შეუწყო კიდევ ერთ ჩეხურ კომპანიას, რომელიც პრაღიდან დაახლოებით 300 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, რომლის პროფილის ხელოვნების სკოლებისა და ბიზნეს კლიენტებისთვის საინფორმაციო სისტემების შექმნაა. კოვიდის კრიზისის დროს ახალი ნიშა აითვისა. ეს კი პრუშას სამგანზომილებიანი პრინტერის კომპანია სენსიოს ხელმძღვანელის იან ტობოლიკისა და მისი პროგრამისტი და ჩელისტი მეგობრის ონდრჟეის შემოქმედებითი ნიჭის წყალობით შეძლო. ჩვენ ეს ზონრები სამგანზომილებიანი პრინტერით დავამზადეთ ნიღბებისთვის, რომლებიც სამედიცინო სექტორს სჭირდებოდა კოვიდის გამო. ეს იყო პირველი, რაც ამ პრინტერზე დავბეჭდეთ საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის. შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ამ პრინტერით სხვა საგნების დამზადებაც შეიძლებოდა.
ჩემს ბინაში რეპეტიციისთვის ჩუმი ჩელო მჭირდება. მეზობლები რომ არ შევაწუხო. ამიტომ გამიჩნდა აზრი რომ პრინტერზე უხმო ჩელო დამემზადებინა ჯერ ჩემთვის და მერე უკვე სხვებისთვისაც. Baptisé Maicello, ამ იდეამ კომპანიას რამდენიმე ჯილდო და სწრაფი ზრდა მოუტანა. ასე ჟღერს იგივე ნაწარმოები ჩემს ელექტროჩელოზე. თავისი ძირითადი საქმიანობის გარდა კომპანია Sensio ახლა ელექტრონული ჩელოების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია ევროპაში და ამ ინსტრუმენტს მთელ მსოფლიოში ყიდის. ევროპული წარმატების ნამდვილად საამაყო ისტორია გახლავთ. ჩვენი კომპანია სტაბილურია, უამრავი ახალი იდეა და მათი განხორციელების საკუთარი გზები გვაქვს. ეს ხელოვნების ტრადიციასაც გულისხმობს. ინსტრუმენტის დამზადების ოსტატობას მაგალითად, რომელიც შეგვიძლია უფრო თანამედროვე გავხადოთ. ამიტომაც ვართ პროევროპულები. ამაში უფრო მეტ უპირატესობას ხედავთ ვიდრე ნაკლს. და ეს მხოლოდ ბიზნესს არ ეხება. გვინდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენს ქვეყანას უკან დაუბრუნოთ ის, რაც მისგან მივიღეთ. სწორედ ამიტომ ჩვენი ცოდნისა და მეთოდოლოგიის საბაზისო ნაწილს სხვა კომპანიებსა და სკოლებს ვუზიარებთ. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ჩეხეთი და აქ ბედნიერები ვართ. უკან ჩეხეთის დედაქალაქში დაბრუნებულებს კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა აქაურებისთვის ჩვეულებრივ, მაგრამ ამავე დროს სრულიად განსხვავებულ ლუდსახარში. ლუდის დამამზადებელ ცისტერნებს შორის პრუშას ორი სამგანზომილებიანი პრინტერი დგას, რომლებიც დღე და ღამე მუშაობს. ჩვენ უბეჭდავთ კათხის დასადგამებს, რომლებიც გაცილებით იაფია ვიდრე ძველი ქაღალდისა, თანაც უფრო დიდ ხანს ძლებს. უბეჭდავთ ლუდის ქილის ჩასადებებს, ამ ქილების გადასატან კალათებს, რათა ხალხმა ადვილად წაიღოს ლუდი. ეს ჩვენთვის რეკლამაც არის. ასეთ თანხებს ვზოგავთ რეკლამაზე, რადგან თავად ვაწარმოებთ პროდუქტსაც და მის სარეკლამო მასალასაც. ასე ხალხიც უკეთ გვიმახსოვრებს. სამგანზომილებიანი პრინტერი, რომელიც ამ კომპანიის ბიზნეს სტრატეგიის განუყრელ ნაწილად იქცა, საშუალებას აძლევს საწარმოს, რომ ლუდსახარში აღჭურვილობის კომპონენტებით ჩამოასხას, როგორებცა მაგალითად ფერმენტაციის ცისტერნების მართვის პულტი ან მარტივი დამჭერები. ურშას ჩეხურ პრინტერს იმიტომ ვიყენებ, რომ თავად ვქმნი დიზაინსა და თავადვე ვაწარმოებ პროდუქტს. არ მინდა რომ მთელ მსოფლიოში გავრცელდეს ჩემი პროდუქტი. ვიღაცას სულ ადვილად შეუძლია ასლის დამზადება. მე სხვა ჩეხურ და ევროპულ კომპანიებს უნდა შევუწყო ხელი. რატომ უნდა დავეხმარო ჩინურ კომპანიას, რომელიც დიდი ალბათობით ჩემს დიზაინს მოიპარავს? მე ჩემს თანამემამულე ჩეხს დავეხმარები, რომელიც არ მომპარავს დიზაინს. ასე რომ ჩემთვის ეს საკითხი ძალიან მარტივია.